ფასების სურსათზე არაადეკვატურია. სამთავრობო გუნდი ახლა ამ თემაზე აქტიურად საუბრობს და მოსახლეობას სავარაუდო პერიოდს უსახელებს, როდის მოექცევა ფასები რეგულაციის ჩარჩოში. პრემიერმა დღეს მედიასთან თქვა, რომ საჭიროა ყველას მოსმენა და მოკვლევების პასუხი, რომლებისთვისაც შესაბამისი უწყებებია შექმნილი და რომლებიც კარტელურ გარიგებებს სწავლობენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთად გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გავრცელებული ინფორმაციით ფასების სავარაუდოდ აპრილის თვისთვის უნდა დარეგულირდეს. ამავე მოსაზრებით ფასები უნდა შემცირდეს მედიკამენტებზეც და საწვავზეც. კარტელურ შესაძლო გარიგებებს ამაზე მე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს სხვათა შეხვედრა ჩვენ ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაცია. ჩვენ არ გვინდა ბუნებრივია ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, ბუნებრივი არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დავალოდოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. კიდევ ერთხელ, ჩვენ მთავარია მოусმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. საბჭოს ხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით 2-ჯერ და 3-ჯერ დიდი დოზით. საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვის პროცესში სახელმწიფოსთან ერთად მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად გაუმკლავდეს იმ ისეთ თემებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, როგორიც არის ავადმოხმარება ფსიქოტროპული ნივთიერების, როგორიც არის არასწორი გამოყენება საზოგადოდ და თან პრევალირება კომერციული ინტერესების ამემართულების. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა. იგივე საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე. ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესის საგანია და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებები, რომელიც გვათქმევინებს, რომ ძალიან სერიოზული ხარვეზები კვლავ არსებობს სივრცეში და შესაბამისად აი ამ სივრცეში არსებული ეს ხარვეზები მოითხოვს აუცილებლად მკაცრ და იმავდროულად სამართლიან რეაგირებას. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება სამართლებრივი რეაგირება ასეთ სამართალდარღვევებზე. ცალკეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გულისხმობდეს მათ შორის იგივე საქმიანობის შეჩერებას გარკვეული მიმართულებით ექიმებისთვის. ეს შეიძლება გულისხმობდეს ცალკეულ შემთხვევებში მაგალითად საგამოძიებო სტრუქტურებისთვის მიმართვას, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული სულ მცირე და ყველაზე რბილად ამის თქვენ შეგვიძლია, რომ მაგალითად ადგილი ჰქონდეს შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში დანაშაულებრივ ქმედებებს. ამას ბუნებრივია, რომ კვალიფიკაციას მისცემს სამართლებრივი საგამოძიებო სტრუქტურები. გამოვლინდა სამწუხაროდ ექიმების მიერ ძალიან ცუდი საექიმო საქმიანობის დარღვევა, კერძოდ ის მედიკამენტები, რომლებიც მიზანმიმართულად არის დანიშნული იმ პაციენტებზე, რომელთაც მათ არ საჭიროებდნენ ამ მედიკამენტებს და ჭარბად იქნა სარეცეპტო ღონისძიებები წარმართული, საბჭომ მოისმინა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან მოვისმენთ იმ ექიმების მიერ ახსნა განმარტებას თუ რა მიზნით და რა მიზეზით იქნა ესათვის მედიკამენტი ფსიქოტროპული დანიშნული და მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ მოხდება საბჭოს მიერ გადაწყვეტილება თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მსგავსი ქმედების შემთხვევაში ექიმებზე. ექიმობა ეს არის ჰუმანური პროცესი და წარმოუდგენელია, ვთქვათ, არ ჭირდებოდეს პაციენტს სამკურნალო საწამლო საშუალება, რასაც ფსიქოტროპული სამკურნალო საწამლო საშუალება ქვია და ის დანიშნო. ამიტომ მიმაჩნია, რომ საბჭო უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი. წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი გრძელდება. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები წითელი ნუსხის სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20,000 ქვირითით დათევზიანდა.
დათებზიანების პროცესში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ღებულობდა. მისი თქმით, წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მდინარეების დათებზიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია, განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ახორციელებს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო. პროექტი ხელს უწყობს ნაკადულის კალმახის პოპულაციას, ბიომრავალფეროვნების მდგრად მართვას. დღეს ეს პროცესი ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტში. მიიღება ისეთი აბორიგენული ჯიში, რომელიც ადვილად ადაპტირდება გარემოსთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დადებითი არის ეკო ბალანსის დაცვისთვის. მოსახლეობის სახელით მადლობა მინდა გადაუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლებს, რათა მათ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს საგერის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის რამდენიმე მდინარეში მათმა გაუშვეს წითელწილწილიანი კალმახი, რომლის განვითარება და გავრცელება მოხდება ჩვენს მდინარეებში. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რა თქმა უნდა, ველური ბუნების განვითარების ხელშეწყობის საკითხში. დღეს საგერის მუნიციპალიტეტში პირველად მოხდა წითელწილწილიანი კალმახის ქვირითის ჩაშვება მდინარე ჯონოულში, მდინარე ლაჯანურში, მდინარე კვერეშულაში. მადლობა მინდა გადაუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს, ბიომრავალფეროვნების განვითარების ხელშეწყობისთვის საგერის მუნიციპალიტეტში. მე ვარ ეთერი ქათამაძე, 71 წლის, მუშაობ ფერომედში 72 წლიდან. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მეტი რო არ შეიძლება. კოლექტივი ისეთია, აი ბატონი კოტე ქავთარაძე და მისი მეუღლე, არ ვიცი როგორი თვილი და კარგები არიან ყველას მიმართ. დილის გათენება რო იწყება ჩემიდან, მოვდივარ ისეთ შემართებით, რომ აი მინდა რომ ყველაფერი იყოს აწყობილი 100-ზე საოპერაციოში. მე იქ სანიტარი ვარ, რო ვიცი ჩემი საქმე 53 წელიწადია მუშაობ. მინდა უმაღლეს დონეზე იყოს ყველაფერი გაკეთებული. ფეროში რო დავიწყეს პატარა საავადმყოფო იყო მაშინ მუშაობა. პატარა შენობა რასაც ქვია, იქ უფროსი ერთანი ვინც არის აქ ლამარა წახაძე, ის იყო ერთად გვერდ-გვერდ მუშაობდით, იმიდან ბევრი რამე ვისწავლე. სითბო, სიხარული, სიყვარული, თანამშრომლები იქაც კარგი ხალხი იყვნენ. და იქიდან მოყოლებული, რა ვიცი, თუ ვინმეს რამე დაჭირდებოდა, მარტო ჩემს საქმეს კი არა, სხვის საქმესაც, სიყვარული თუ გაქვს სამსახურის, მეტი არაფერი არ გინდა. რა ვიცი, მე ვერ ვიტყვი ვერავიზე რამეს, რომ ვინმე რა მინდა აქ და უნდა წავიდე და დავანებო თავი, ეს არასდროს არ ამოვა ჩემი მინდა. სული და გულით მოვდივარ, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, სხვასაც მივეხმარო, თუ საჭიროა, ავატყობს პირველ რიგში რა თქმა უნდა და რა ვიცი, თუ რამე ვინმე რამეს დამავალებს კიდე, მზადვარო, გოჯი დაუდგე და ყველაფერი კარგი საქმე გავაკეთე. ეს არის დაბადებიდან, მშობლებიდან დარიგებული, რომ შვილო კარგი საქმე აკეთე და წინ დაგხვდება ყოველთვის და მე ასეთი შემართებით ვარ ამ საავადმყოფოში. საპატიო მოქალაქეობა ნიშნავს, რომ მე უკვე მეტი პასუხისგებლობა მაქვს. უნდა ავიღო ჩემ თავზე ძალიან მაღალ დონეზე ყველაფერი პასუხისგებლობა, რომ არ შევრჩხე არავისთან, ვიყო წარმატებული, მოწინავე, კიდე მეტი კარგი საქმე ვაკეთო თუ სამსახურში და თუ რაიონისთვის. და მინდა რომ მართლა გავწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ ყველა. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მე ყველაფერ საქმეს ლოცვით ვიცი. და სიკეთეს ნებისმიერ ადამიან მტერი რომ მტერია, ვიცი რომ ის ჩემს მიმართ აგრესიულია. მე სიკეთეს იმას შევაცვლები, ბუნება ხასიათი, ჩემ ხასიათზე დავაღენებ. ეს შემიძლია. ეს ლოცვით მოდის და ლოცვა უნდა ყველას, მტერსაც, მოყვარესაც, რომ აი უნდა გაქრეს ის ცუდი უარყოფითი წავიდეს და დარჩეს დადებითი ველი.